რუსთავის მერი ქალაქის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა განიხილეს სკოლებში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. Ამ ეტაპზე რუსთავში მე-6 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სკოლა 700 მოსწავლისთვის არის განკუთვნილი და მისი რეაბილიტაცია 2026 წლის ზაფხულში დასრულდება. დაგეგმილი ახალი სკოლების მშენებლობაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავის პირველ, მეორე და მე-16 საჯარო სკოლებში სამუშაოებს ეტაპობრივად დაიწყებს. ვისაუბრეთ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელსაც სამინისტროს ჩართულობით რუსთავის მერიის გუნდი განვახორციელებთ, რომ სკოლები გახდეს კიდევ უფრო კომფორტული, მოწესრიგებული, ასევე რამდენიმე სკოლის მშენებლობა იგეგმება ჩვენს ქალაქში და მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი განხილული იყოს ჩვენს დირექტორებთან და მასწავლებლებთან ერთად. შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც ჩამოიარა სკოლებში, უკვე შეისწავლა სკოლების სიტუაცია. დღეს ჰქონდა შეხვედრა, რომელიც ძალიან ნაყოფიერად მიმაჩნია, იმიტომ რომ მთლიანად დავინახეთ, რა დამოკიდებულებით არის ქალაქის მერი, პირველი პირი თუ მისი მოადგილეები, როგორ გეგმავენ და რას გეგმავენ სკოლებთან მიმართებაში.